BMG და Tegeta Holding-ი წარმოგიდგენთ. BMG Autos. ელექტრომობილების მწარმოებელი ჩინური გიგანტი BYD მომხმარებლების და ინვესტორების გაოცებას განაგრძობს. ამჯერად ჩინურმა კომპანიამ ახალი რეკორდი ევროპაში დააფიქსირა, სადაც აპრილში 7231 ავტომობილი გაყიდა, ანუ 169%-ით მეტი, ვიდრე შარშან. თუმცა ეს მაჩვენებელი მეტად საინტერესო არის არა უშუალოდ რიცხვის, არამედ მისი მნიშვნელობის გამო, რადგან მიმდინარე წლის აპრილი გახდა ისტორიაში პირველი თვე, როცა ჩინურმა BYD-მ ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვებით ამერიკულ Tesla-ს აჯობა. ილონ მასკის კომპანიამ ამავე პერიოდში 7165 ელექტრომობილი გაყიდა, რაც წლიურად 59%-იანი კლებაა. საინტერესოა, რომ ყველაფერი ეს BYD მოახერხა იმ რეალობაში, როცა ევროკავშირის ტარიფები ჩინური კომპანიის მიმართ გაცილებით მაღალია, ვიდრე ის გადასახადი, რომელსაც ამერიკული კომპანია იხდის, რაც ნიშნავს, რომ BYD-ს ელექტრომობილების მიმართ ევროპელების მოთხოვნა მკვეთრადაა გაზრდილი. Tesla-ს მიერ ჩინეთში წარმოებულ EV-ზე ევროპაში 7.8%-იანი ტარიფი მოქმედებს, როცა BYD-ს 17%-ის გადახდა უწევს, თუმცა გასათვალისწინებელი ისიც, რომ სუბსიდიების ფონზე ჩინურ კომპანიებს ელექტრომობილების წარმოება გაცილებით ნაკლები უჯდებათ, შესაბამისად ტარიფების და სხვა გადასახადების ზრდას ისინი მეტად უმტკივნეულოდ ეგუებიან. მიუხედავად იმისა, რომ Tesla Cybertruck-მა ამერიკულ ბაზარზე 2023 წელს სწრაფად ჩამოიტოვა კონკურენტები და ლიდერი გახდა, 2025 წლის პირველ კვარტალში ლიდერობა ისევ Ford-ის ხელში გადავიდა. S&P Global Mobility-ს რეგისტრაციის მონაცემებით მარტში F150 Lightning-მა 2598 ერთეული გაყიდა, Cybertruck-მა კი 2170. მთლიანად პირველ კვარტალში Ford-ის პიკაპმა 7913 ერთეული დააფიქსირა, Tesla-ს მოდელმა კი 7126. ამასთან Tesla-ს პოზიციები კვლავ ძლიერია, თუმცა Cybertruck-ის საწყისი აჟიოტაჟის შემდეგ მყიდველების ნაწილი ტრადიციული ბრენდებისკენ გადაერთო. დეტალური სურათი პირველი კვარტლის გაყიდვებიდან ასეთია: Ford F150 Lightning-ი 7913 ერთეული, Tesla Cybertruck-ი 7126, Chevy Silverado EV 2383 ერთეული, GMC Sierra EV 1259 ერთეული, Rivian R1T 1727 ერთეული. გარდა ამისა, GM-მა გაასწრო Ford-ს და გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე გაყიდვადი EV ბრენდი, თითქმის 8500 რეგისტრაციით, ზრდა 274%-იანია წინა წელთან შედარებით. იაპონურმა ავტომწარმოებელმა გიგანტმა Toyota-მ საზოგადოებას ახალი თაობის RAV4 წარუდგინა, რომელიც ბრენდის ყველაზე მოთხოვნადი SUV-ია. მე-6 თაობის RAV4 სრულად ჰიბრიდულ არქიტექტურას ეფუძნება და მისი ძარა XA60-ის სახელითაა ცნობილი. ტრადიციულ ვერსიებთან ერთად ახლა უკვე ხელმისაწვდომი იქნება ავტომობილის GR Sport ვერსია, რომელიც განსხვავებული ექსტერიერით, სპორტული სტილით, შეცვლილი ინტერიერით და მეტი სიმძლავრით გამოირჩევა. ახალი RAV4 ხელმისაწვდომი იქნება როგორც წინა წამყვანი, ასევე 4-ვე წამყვანი სისტემით. ძირითადად აგრეგატად ყველასთვის კარგად ცნობილი 2.5 ლიტრის მოცულობის ძრავაა გამოყენებული, რომელსაც ჰიბრიდულ და პლაგინ ვერსიებში განსხვავებული სიმძლავრი აქვს. კერძოდ RAV4 სიმძლავრეს 227-დან 321 ცხენის ძალის დიაპაზონში მერყეობს. მთავარ სიახლეს რაც შეეხება, ეს Toyota-ს ახალი მულტიმედია სისტემური უზრუნველყოფა და უსაფრთხოების სისტემაა, რომელიც გაცილებით სწრაფი, მოქნილი და ეფექტიანია, ვიდრე წინამორბედის. ავტომობილში სტანდარტულად ხელმისაწვდომი იქნება 10.5 დიუმის ან 12.9 დიუმის სენსორული ეკრანი, რომელიც ფიზიკურ ღილაკებთან ერთად ტანდემში მუშაობს. ვიზუალური თვალსაზრისით ახალი RAV4 უფრო თანამედროვე და ფუტურისტულად გამოიყურება, ვიდრე აქამდე, თანაც ის პროპორციებით საკმაოდ გავს ახალ Prado-ს და Camry-ს, რაც გასაკვირი არ არის, რადგან Toyota-ს ახალი ვიზუალური იდენტობა სწორედ ასე გამოიყურება. 2001 წლის ლეგენდარული Ferrari, რომელმაც მიხაელ შუმახერს მონაკოს გრან პრიზე იმავე წელს გამარჯვება საბოლოოდ კი რიგით მე-4 მსოფლიო ჩემპიონობა მოუპოვა, მონაკოში გამართულ სოთბის აუქციონზე 18.17 მილიონ დოლარად გაიყიდა. საბოლოო შეფასებით Ferrari F2001 შასით 211 ყველაზე ძვირად გაყიდული F1-ის ბოლიდი გახდა, რომელსაც წარსულში ლეგენდარული გერმანელი პილოტი მიხაელ შუმახერი მართავდა. შემოსული თანხა Keep Fighting Foundation-ის საქველმოქმედო
ორგანიზაციას გადაეცემა, რომელიც 2013 წლის ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ შუმახერის საქველმოქმედო მემკვიდრეობის გასაგრძელებლად შეიქმნა. გამარჯვებული ბოლიდის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა აუქციონის სახლის დირექტორმა აუგუსტინ საბატიე გარატმა. გარატის თქმით, სოთბისთვის დიდ პატივს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ შუმახერის ბოლიდი სწორედ მათ აუქციონზე გაიყიდა. F2001 არ იყო უბრალოდ კიდევ ერთი ტიტულოვანი Ferrari, ეს მოდელი 3 ლიტრიანი V10 ძრავით იყო აღჭურვილი და 825 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ბოლიდ შუმახერი და მისი თანაგუნდელი რუბენს ბარიჩელო მართავდნენ 2001-ის სახელზეა 10 გამარჯვება, 13 პოლპოზიცია, 3 უსწრაფესი წრე და 2001 წლის სეზონში დაგროვებული 197 ქულა. BMG და Tegeta Holding-ი წარმოგიდგენთ. BMG Autos.